მოვიდნენ ბეთსაიდას და მოუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დააფურთხა, დაადო ხელები და ჰკითხა. ხედავ რამეს? მან აიხედა და თქვა. ხედავ ადამიანებს, როგორც ირგვლივ მოარულ ხეებს. შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე, დააცქერდა, განკურნა და ყველაფერს ნათლად ხედავდა. გაისტუმრა შინ და უთხრა. სოფელში ნუშა. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა. რას ამბობს ხალხი? ვინა ვარ მე? მათ უთხრეს. იოანე ნათლისმცემელიო, სხვები ამბობდნენ ელიაო, სხვები ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო. მან ჰკითხა მათ. თქვენ რაღაც იტყვით? ვინ ვარ მე? პეტრემ უთხრა. შენ ქრისტე ხარ. გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე. დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, უარყოფილი იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს. ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კიცხვა. ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუცხრა და უთხრა. მომცილდი სატანა. ვინაიდან ღვთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას. დაუძახა ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა. თუ ვინმე სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაკარგავს მას. ხოლო ვინც შემიან და სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. რა ხეირი ადამიანისთვის, თუ მთელ ქვეყნიერება შეიძენს თავის სულს კი ავნებს. ან რისი მისცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ. რადგან ვისაც შერწყვება შენი და ჩემი სიტყვების ამ რუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერწყვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმინდა ანგელოზებით.